Christe აღსდგა. Christe აღსდგა. Christe აღსდგა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენ დღევანდელ სახარებაში წავიკითხეთ ასეთი სიტყვები. უფალი ამბობს, რომ ეს რაც შეიყვარა ღმერთმა სოფელი ესო, რომ თავისი მხოლოდ შობილი ძეც მოსცა. სხერფლად გაიღო. რათა რომელმაც ირწმუნოსო მისიო, მას ჰქონდეს საუკუნო ცხოვრება. და ვინც არ ირწმუნოსო, ის დაისჯება. და სასჯელი ეს არისო, რომ ნათელი მოვიდა სოფლად და ადამიანებმა შეიყვარეს ბნელი უფრო ვიდრე ნათელი. და მიზეზიც წერია, რატომ შეიყვარეს ბნელი, რადგან მათი საქმეები იყო ბოროტია. აი რომ გამოთქმა რო გაქვს, ქურდს რა უნდაო და ბნელი ღამე. ვინც ცუდად აკეთებს რაღაცას, მას არ უნდა რომ ნათელი მოეფინოს მის გაკეთებულ საქმეს და რადგან საქმენი მათნი იყო ბოროტნი და პირიქით ვინც სიკეთეს აკეთებსო, ის მოდისო იქ სადაც ნათელიაო, რომ ცხადი გახდეს მის საქმეები, მისი ჭეშმარიტი და ღირსეული საქმეები და ვინც მრუდეთ აკეთებს, არაკეთილსინდისიერად აკეთებს, არაღვთისმიერად აკეთებს, მას ურჩევნია, რომ ბნელში და დაფარულში დაარჩეს მისი საქმეები. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ არის დაფარული, რომელი არა განცხადდეს. ჩვენ ეს არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს. არასოდეს არ უნდა თქვას კაცმა, რომ ეს დაიმალება სადღაც, არსად არ დაიმალება. შეიძლება დღეს და ხვალ დაიმალოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არ დაიმალება. ერთადერთი გზა, რითიც ის დაიმალება, არის გულწრფელი სინანული. რომ ამა თუ იმ ცოდის გამო ადამიანი რომ ნანობს. თორემ დადგება დრო და ყველა კუთხე კუნჭულს არ დარჩება არაფერი გაუნათებელი. ქრისტეს ნათელი ყველაფერს გაანათებს. და იქ ვიღაც შეეგებება სიხარულით უფალს და ვიღაც დარწმუნებული შეხვდება ამ შემთხვევას, ესე იგი და არა და უფალმა ყველაფერი იღონა, ყველაფერი ინება. განგებულება ის იყო, რომ ადამიანი გადარჩენილიყო და თავისი მხოლოდ შობილი ძეც კი ადამიანების სიყვარულის გამო სხერფლად შესწირა. მაგრამ ის გადარჩება, ვინც მის მხოლოდ შობილ ძეს იესო ქრისტეს ირწმუნებს. ირწმუნებს და ამის შესაბამისათაც ეცდება, რომ იცხოვროს, ამ რწმენის შესაბამისად. ხოლო დაისჯება ის, ვინც ამას არ მიიღებს, არ ირწმუნებს. და მე კი არ დაგჯითო თქვენ, უფალი ამბობს ერთგან სახარებაში. არამედ ის სიტყვები, რომელიც თქვენ მოისმინეთ, ის სიტყვები იქნება თქვენი საჯული. იმიტომ რომ თქვენ ეს იცოდით, თქვენ ეს მოისმინეთ და არ გააკეთეთ ამ სიტყვის ამბავი. აი ეს არის კიდე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ აი დღევანდელ სახარებაში რა ეწერა, იმიტომ კი არ მოვიდაო იესო ქრისტე ამ სოფლად, რომ დასაჯოს სოფელი, არამედ იმიტომ რომ აცხონოს სოფელი. მაგრამ აი უკვე ადამიანების დამოკიდებულებას გააჩნია, ესე იგი ჩვენ როგორ დავხვდებით მას, გვინდა რომ მის ნათელში მოვიდეთ თუ ამოცდელობა გვექნება, რომ ისევ სიბნელეში, ანუ დაფარულში დავტოვოთ ჩვენი საქმეები. კი ბატონო, დღეს მეზობელს დაუმალავ, თანამშრომელს დაუმალავ, ვიღაც ოჯახის წევრს დაუმალავ, მაგრამ საბოლოო ჯამში ცხადი გახდება იმ მეზობლისთვისაც, იმ თანამშრომლისთვისაც, იმ ოჯახის წევრისთვისაც და ყველა დაბადებული ადამიანისთვის, ყველა ანგელოზისთვის და თავად უფლისთვის დღესაც ცხადია. ესე რომ არ არის დაფარული, რომ არ განცხადდეს ეს სიტყვები, ერთი მხრივ თუ მანუგეშებელია, თუ ადამიანის სიკეთეს იქვსდა, თუ რომ ამბობთ, რომ ვერავინ არ ხედავს ჩემს სიკეთეს, არც არ დაიფარება. და მეორე მხრივ შემოძრწუნებელია და დამაფიქრებელი, რომ არ არის დაფარული, რომ არ განცხადდეს და რამე ისეთი ხო არა მაქვს, რომელიც ესე იგი შემარცხვენს მე.
და თუ რამე სიკეთე მაქვს, როგორც მოციქული იაკობი ამბობს, ზოგ ადამიანსო, ესე იგი ცოდები წინ მიუძღვიანო დასასჯელათო და ზოგს უკან მიჰყვება. ანუ ზოგისა ახლავე ცხადია, მაგრამ ზოგისა დაფარულია, მაგრამ უკან მიჰყვება. და ის დაიჭება ამების გამო. და ზოგის სიკეთეც ასეაო, ზოგისა ცხადიაო და თუ სხვაგვარად ვინმე მოიწადინოს, ანუ დაფარვა მოიწადინოს და ქრისტიანმა კიდევაც უნდა მოიწადინოს დაფარვა, მაინც ვერ შეძლებს. ანუ შენ გააკეთებ სიკეთეს, ეცდები დაფარო, მაგრამ მაინც არ დაიფარებ. ერთი გამოაშკარავს, ზოგს აქ ამ მიწაზე და ზოგს იქ, ის წინაშე რო წარდგე. ესე რომ აი ჩვენ ვეცადოთ, რომ ამ წუთის სოფელშივე შევიყვაროთ ნათელი. და არა ბნელი, ესე იგი, იმიტომ რომ არ არის დაფარული, რომ არ გამოცხადდეს. და ჩვენ პირნათელი ამ სიტყვის სრული გაგებით უფალს ვერ შევხვდებით, იმიტომ რომ არ არის კაცი, რომელიც ხონდეს და არ ასწორდეს. არ არსებობს ეგეთი კაცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავდახრილი და იმედიანები მაინც უნდა დახვდეთ უფალს, ასე იგი, თავდახრილი, მონანული საკუთარ ცოდებზე და ღმერთის მოწყალებაზე დაიმედებულები, აი ესეთები უნდა დახვდეთ. არა ისეთი, რომ ჩვენ ცდილობა გქონდეს, რომ დავფაროთ რაღაცა და თვითონ რაღაცა ამითი გადავრჩებით. როგორ ეუბნებოდა იოანე ნათლისმცემელი ფარისევლებს, როცა მოსანათლად მიდიოდნენ, ვინ გიჩვენათ ეს გზა გადარჩენისა? გამოიღეთო ნაყოფი ღირსი სინანულისა. თუ გინდათ რომ გადარჩეთო ღირსი სინანულისა, რას ნიშნავს ნაყოფი? რომ თუ შენ მრუშობ, აღარ უნდა იმრუშო, თუ იპარავ, აღარ უნდა მოიპარო, შეინანო. თუ ვიღაცას ცის წამებ და უსამართლოდ ექცევი, უნდა შეცვალო, გამოასწორო. უნდა გაგაჩნდეს, როგორც წმინდა ეფრემასურის ლოცვაში ვთხოვთ, განცდა თვისთა ცოდვათ და ამავდროულად არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. იმიტომ რომ წმინდა მამები ასე ამბობენ, როდესაც ჩვენ ადამიანს განვიკითხავთ, ეგ არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ შევწყვიტეთ ტირილი საკუთარ ცოდვებს. ეგ მაგის ნიშანია. ახლა კაცი თუ იტყვის, რომ მე ჩემს ცოდვებსაც ნანობ და სხვასაც განვიკითხავ, ის სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ თავის თავს ატყუებს. მაშინ სხვაგვარად წმინდა მამები ტყუია, რომლებიც ამბობენ, რომ შენ თუ სხვის განკითხვას იწყებ, ესე იგი მან დამთავრდა საკუთარ ცოდვებზე ტირილი. შენ რომ შევხედოთ ჩვენს თავს, ჩვენ თუ სხვებს განვიკითხავთ, ესე იგი ჯერ ჩვენსაც არ ვნანობთ. და თუ ჩვენსაც არ ვნანობთ, მაშინ ვერც მოგეტევება ის ცოდვები და ღვთის წინაშე რო წარდგები, რა იქნება. ამ წუთის სოფელს კიდე არავინ არ უნდა მიეჯაჭოს, არაფერს არ უნდა მიეჯაჭოს, ჩვენი გული არაფერს არ უნდა დაემონოს, ესე იგი. არ უნდა იყოს არაფერი ისეთი, რის გარეშეც ჩვენ არ შეგვეძლება ყოფნა. არამედ ადამიანი უნდა თავისუფალი იყოს. და გული კიდე ღმერთს უნდა შესწირო. ჩვენ რა თქმა უნდა ამ პროცესში ვართ, ამ გზაზე ვართ. ზოგი ასე, ზოგი ისე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მცდელობა აქეთკენ უნდა იყოს. შეიძლება ზოგის გული მთლიანად დღეს ცოდვამ დაიპყრო. ზოგისა შეიძლება ნაწილობრივ გათავისუფლდა და ნაწილობრივ უფალს დაუთმო. მაგრამ უფალს არ უნდა ნახევარი გული, არც მეოთხედი, არც 90%. არამედ უნდა მთელი გულით შეიყვარო. მაგრამ პროცესია, ჩვენ ამისკენ მივისწრაფით, ხო, აი ამაზე ვზრუნავდა. ჩვენ ვეცადოთ, ესე იგი, რომ ამ წუთის სოფელში არაფერი არ აკავებდეს ჩვენს გულს უფლისადმი მსახურებაში. იმიტომ რომ ეს წუთის სოფელი დროებითია. აი წაღან, ესე იგი, როდესაც წირვას ვასრულებდით, ქალბატონ ნელის რო ვიხსენებდით მცვალებულთა კვერეგში, ცოტა ხნის წინ ჩვენთან ერთად იყო. აი წინა წირვა რო იყო ჩვენთან ერთად იყო. ახლა აღარ არის ჩვენთან ერთად. და ესე უცბად არის. ხო, აი რამდენი შემთხვევა გვაფიქრებს ხოლმე მაგაზე, ესე იგი, აი
თან მით უმეტეს იცი რას ვფიქრობდი მე არ მახსენდება სხვა ესე იგი აი ჩვენ სამრევლოში ესე რომ სულ აქ იყო და სულ ეზიარებოდა და სულ ესე რომ ვინმე გარდაცვლილი იყოს რაც მე აქვს ახურებ არ ყოფილა ამ წლებში არის შეიძლება მე ვინმე დამოვიწყდა ეხლა არ მახსოვს მაგრამ აი ესე ახლა რა თქმა უნდა მრევლის წევრებს ოჯახის წევრები გარდა გვეცვალა და ეს მაგრამ უშუალოდ აი რო აქ მოდიოდა მრევლი რო იყო ეზიარებოდა ესეთი მე სხვა არ მახსენდება რაღაცა ის ჩვენთვის განსაკუთრებით სიმძიმეა ეს ყველაფერი და აი რაღაცა თვალნათლივ ჩანს აი თითქოს რომ რაღაცა უცბად არის ეს ყველაფერი რა მით უმეტეს ამ შემთხვევაში ნამდვილად ესე იყო რომ უცბად გავიგეთ ავადმყოფობა და უცბად რა იმიტომაც არის რომ დროებითია ყველაფერი რა ის განშორებას დროებითია ჩვენს თავის დროზე იქით მოგვიწევს წასვლა იმიტომაც ჩვენც აქ დროებით ვართ წუთი სოფელია როგორ ამბობს გოდერძი ჩოხელი ცრუდ კბილი წუთი სოფელი ერთ-ერთ ლექსში ამბობს ცრუდ კბილი ეს არ არის ნამდვილად კბილი ეს ჯოჯოხეთის ეს 64-დან განდევნილთა ადგილი ეს 64 არ არის იმიტომაც თუ იმეს გონია რომ კბილია უნდა იცოდეს რომ ის ცრუდ კბილია ჭეშმარიტი კბილი არ არის და როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს უწოდებს ამას გლოვის ღელეს გლოვის ღელე არის ეს სხვაგან ამბობს ადამიანის ცხოვრებაზე ამბობს რომ ეს არისო 70 წელიო და ამ წუთის სოფელშიო და უკეთ უძლიერებასა შინა 80 წელო და უმრავლესი მათი შრომა და სალმობა 70 წელი ცოცხლობს ადამიანია თუ ცოტა ჯანმრთელად არის 80-იო და ამ წლების უმრავლესი არის შრომა და სალმობა ანუ ტკივილი და იშვიათად თუ სიხარულებით ახლავს იმას მაგრამ ძირითადად ეს არის იმიტომ რომ როგორც ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს წმინდა თეოფანე დაყუდებული ამ წუთის სოფელში არსებული ტკივილი ადამიანს უნდა ამოათქმევინებდესო მარადიული სიცოცხლის წადილს ის უნდა მოანდომოს იმიტომ რომ ხედავდეს რომ აქ არაფერი არ ყრია ისეთი რამაც შეიძლება შენი გული მიიჯაჭოს აი როგორც ეგვიპტიდან რომ გამოდიოდა ისრაელი იქ დაუმძიმდა მათ ყოფა მათმა ფარაონებმა დაუმძიმეს ყოფა რატო იმიტომ რომ მათ ეს წასვლის სურვილიც უნდა ქონოდა და ოღონდაც ამა გაგვიშვას რა გაგვანებოს თავი იმიტომ რომ არ გონებოდათ რომ მუდამ იქ უნდა დარჩენილი თავის სამშობლო უნდა გახსენებოდეთ და ჩვენც ესე აქ არსებული ტკივილი უნდა ჩვენ სამშობლოს ჩვენ ზეციურ სამშობლოს 60-ის უნდა გვახსენებდეს რომ ჩვენი გული აქ უფრო ნაკლებად მიიჯაჭოს რაღაც მერთმა ნათელში დააწეს ქალბატონი ნელი და უთავს თუ რაიმე აწუხებდა მის გულს და მისი ნაკეთების სიკეთეები კიდევ ღმერთმა შეიწიროს აი ჩვენ თითოეულს გვახსოვს ესე იგი მისი ზრუნვა და მოფერება და გულიანობას უყოლეს გვახსოვს ესე იგი ერთი შეგვეციოს აბა ქრისტე აღსდგა ქრისტე აღსდგა ქრისტე აღსდგა